მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დღეს მოვედი კიდევ არაჩვეულებრივი რეცეპტით, ისეთი ფუმფულად ცომით. თქვენ თვითონაც დარწმუნდებით ამაში. ეს არის გემრიელი ჩვენი ხორციანი პერაშკები. ცომი არის მართლა არაჩვეულებრივი, რძეზე დამზადებული ფუმფულა ფაფუკი, გემრიელი. ეხლა გაჩვენებთ შიგთავს და მერე წავიდეთ და მოვამზადოთ ერთად. ეხლა ნახეთ, გავტეხოთ ერთი ცალი და ნახეთ რა გემრიელია, რა ფაფუკია. აუცილებლად მოვამზადეთ, არინანებთ. წამოდით ეხლა და ეს გემრიელობა მოვამზადოთ ერთად. ჯამში ჩავასხათ 400 მილილიტრი თბილი რძე. დავუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი ცილიანგულიანად. 2/9 შაქარი, ჩაის კოვზი ვიგულისხმებ. 1 პაჭკა დროჟი. დავურიოთ კარგად, რომ ყველა დროჟი გააქტიურდეს. ჩავასხათ აგრეთვე 1 პატარა ყავისჭიქა ზეთი და ფქვილი შევაძინოთ ნელ-ნელა. მე დაახლოებით დამჭირდა სადღაც 800 გრამი ფქვილი. ეხლა როგორც ხედავთ, ესე ნელ-ნელა ვზილობთ. აი ამ მომენტში, როდესაც ფქვილი ჩავაყარე, მაშინ უკნათ 1 ჩაის კოვზი მარილი. ეხლა მე მირჩენია, რომ მოვზილო ხელით, რადგან უფრო კარგად გრძნობ ცომს ხელში. ბევრი ფქვილი არ არის საჭირო, რადგან შემდეგ ცომი უნდა მოვზილოთ ზეთიანი ხელით. და ეხლა როგორც ხედავთ ვიდეოში, ვზელთ ზეთიანი ხელით. როდესაც ნახავთ, რომ ცომი აღარ გეკვირთ ხელებზე, ესე იგი მზად არის. დავაფაროთ შემდეგ ცელოფანი, გავაჩეროთ ცომი ცოტა ხნით, რომ გააქტიურდეს დროჟი და ამოვიდეს კარგად. ამასობაში ჩვენ მოვამზადოთ გულსარდი. ზეთში მოვხრაკოთ ხახვი. მე მქონდა მარტო საქონლის ფარში და რომ არ გამოსულიყო ჩვენი გოზელი მშრალი, დავუმატე წვრილად დაჭრილი ბეიკონი შიგთავში. აგრეთვე ეს მოვშუშოთ ყველაფერი კარგად, აგრეთვე დავუმატე 2 ძალი გახეხილი სტაფილო. აი ამ დროს დავუმატე ფარში. მე ესე ვაკეთებ და გამოდის მართლაც ძალიან გემრიელი. მე დავახუროთ თავზე და მე ნახავთ წვენს გაუშვებს ფარში. მაგრამ ჩვენ წვენი არ გვჭირდება. ვაცადოთ კიდევ კარგად მოშუშვა, რომ წვენი ამოშრეს. ამ დროს დავუმატე კიდევ 1/9 ჩაის კოვზი ძირა და მარილი გემოვნებით. ძირა მართლა ფანტასტიკურ გემოს აძლევს. ეხლა ჩვენი ცომიც ამოვიდა. ისევ დავისოლოთ ხელები ზეთში, ფქვილი აღარ გვჭირდება. და ცომი არის მართლა, მეგობრებო, ფანტასტიკური ცომია, ფაფუკი ძალიან. და ეს ზეთიანი ხელებით ცომი დავამუშაოთ. ნახეთ რა ლამაზი სიფრიალი აქვს ცომს. გავჭერი შუაზე, ერთი ნაწილი შევინახე, ერთი ნაწილით გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები. და რა თქმა უნდა, მუშაობთ ზეთიანი ხელებით.
აი აქ როგორც ხედავთ ჭვიდანით ცომს, მაგრამ მართლაც ძალიან არაპრაქტიკულია, იმიტომ რომ ცომი არის იმდანად ფაფუკი, რომ დანით რო ვწერეთი ძალიან იწელებოდა, ამიტომ არ გიჭებთ იმუშავოთ ხელებით. აი აქ გავაკეთე პატარ-პატარა გუნდები, ჩვენი შეთავშიც ამ დროს მზად არის. ესე გავწიეთ ცომი ნელ-ნელა ხელით. ჩავდოთ გულწრფელი და მოუკრათ თავი. თავი კარგად მოუკარეთ, იმიტომ რომ ზეთიანი რო არის, მე ცოტა იხსნებოდა ხოლმე და ისევ მეორეჯერ ვაძებებდი ერთმანეთზე გვერდებს. არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ზეთიანია და კარგად არ ეკვრის, მაგრამ შეჭრის დროს არანაირად არ გაიხსნება. აი ესე ჩემო კარგებო, ჩაუდეთ ყველა გუნდას გულსარდი და შებრაძეთ თქვენი ღვეზელები, გამოდის არაჩვეულებრივი. მე ხა თავს აღარ მოგაწყენთ, გააგრძელეთ ვიდეოს ყურება და ცოტა ხანში ჩვენი ოქროსფერ და დაბრაწული ღვეზელები მზად იქნება. გემრიელად მიირთვით, ძალიან გამიხარდება თუ გააკეთებთ და დამიწერთ კომენტარებში თუ როგორი გამოგივიდათ. აი აქ მინდა აღვნიშნო, ნახეთ ცომს როგორი ბუშტულები აქვს, როგორი ჰაეროვანია. თუ მოგეწონათ ვიდეო ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და ველით თქვენს კომენტარებს. გემრიელად მიირთვით და კარგ საღამოს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. გემშვიდობებით.